აი ეს დარი იყო ლაფათქითა და პირველად თავში დაარტყა ტვინი დავგარგე. კონება დავგარგე და ჩავარ. ცემა ბარებით, თოხებით და ხელკეტებით გონების დაკარგვამდე 49 წლის მეცხვარეს ჯგუფურად ყარაბულახის ცენტრში გაუსწორდნენ. დაზარალებული კაცი პირველებს უყვება, რომ ერთი ოჯახის 5 წევრმა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა. თავში ხელკეთს და წიხლებს ურტყამდნენ მაშინაც, როცა ძირს უმოქმედოდ ეგდო და გონება დაკარგა. Ჩემო ლაფათქით, ფეხით, სულ დაშოვებული ვარ. იქ კუდარი ვიღავ, სასტრო ფაშილა და რო დავრეკე, პატრულში რო დავრეკე და ხო მე დავრეკე ჩემ ტელეფონით, რომ მეეხმარით, მოკლა მე. ნათი კინშაფალიევი მასზე ჯგუფური სასტიკი ანგარიშწორების ორგანიზატორად ფარიზ ალიევს ადანაშაულებს. კაცს სოფელ ყარაბულახიდან, რომელიც მეცხვარეს ჯერ თავად გაუსწორდა, მეტი სისასტიკისთვის შვილს ძმისშვილს და თანასოფროლებს დაურეკა, ხელჯოხები მოატანინა და ნაცემ მეცხვარეს ანგარიში ჯგუფურად გაუსწორა. აში მიდიოდნენ, ცხვარი მიღავდა. ედმანის ტერიტორიაში, რა ვიცი, ყოფილა ვიღაცა საძოვარის პატრონია თუ დაუძღე მაგაიგნება. და აქედან რაც მიღავთ ცხვარი და ამან კიდე რო იფასხა ეგაცური ესეც ალბათ შეაგნებდა. მერე დაუძღე იმან დაურეგია თავის ძმისშვილს და თავის შვილს. ისინი მოსვლენ ისე სამი ესაღო ისინი ყოფილან ერთი ესა. მაგრამ უცემნი რა სიკვდილზე ეგრე ახლა ჩუბიც მინახია და ყველაფერი ეგრე ადამიანს ემა ეს არის მაგის მოგლის სტილობა. სასტიკი ანგარიშწორების მოტივი საზოვრის გამოყენება. ნათი კინშაფალიევს ცხვრისფარა საგარეჯოდან დმანიში მთაში გადაჰყავდა. ადგილობრივი ალიევის გაღიზიანება მისი სოფლის საძოვარზე გამოჩენილმა ცხრებმა გამოიწვია და საქმის გარჩევა სწორედ აქედან დაიწყო. ალდის გვერდზე ხო დადის ცხვარი მანქანა ხო არ არის. ასფალტიდან რადო გვერდზე უშევთ. მე ვეღაი მოიდეს ცხვრის პატრონი, დავრეკე ცხვრის პატრონზე თავის გვერდზე რომ ჯიმოდი მოკლა მე და იმამდე თავის პალღები მანქანის მოიდა და ჩემ ცხვრის პატრონი მოსვლამდე ჩემ ხაზზე. უკვე ესენი იცემა. ნაცემი კაცი პირველებთან ყვება, რომ 112-ში დარეკვა მოახერხა. ოპერატორს უთხრა, რომ თუ პოლიცია ადგილზე არ მივიდო და მოკლავდნენ. ინშაფალიევის თქმით, ადგილზე სამართალდამცველების ნაცვლად რეანიმობილი მივიდა და ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას მომხდარზე რეაგირება მოეხდინა, სასტიკად ნაცემ კაცს ხელწერილის დაწერა საიძულებდა, რომ თითქოს მას მოძალადეებთან პრეტენზია არ ჰქონდა. მოიდა პოლიცია. პირველად პოლიცია წავიდა იმის სოფიაში. სასწრაფო მოვიდა ჩემთან. პოლიცია შენთან ჯერ არ მოვიდა? არა, პირდაპირ ჩემ გვერდიდან გადავიდა იქა. რა იცოდნენ რომ ის იყო? ვარვში. იქ მე წაიყვანა საავადმყოფოში. იქაც რა ვიცი პატრონმა თვითონ ჩაძერა გამომძებელმა რა გააკეთ რა არ გააკეთ ეს მოიტანა. პატრონმა რო ეს ვინც აქცემა ის მოვალ მანქანით გადაგიყვანს იმაშიო ნატარუში. იქ ხელმოაწერა. რა პრეტენზია არ გაქვს მის მიმართ? ხო და ამან კიდე არ მისულა. თქვენ მე უნდა ვიჩვილე. ეს პოლიციის უფროსი ყოფილეთ ეს უთქვია მე ერთ ადვოკატ უნდა ვიყო და უნდა ვიჩვილო. ერთი კი არა, სამი აიყვანე, რას მისამ. სადი შენ პირიქით არ მოგივიდეს რომ შენ დაჟე. უთხრა პოლიციის უფროსმა? პოლიციის უფროსმა. ფარიზ ალიევი ხელშეუხებელია. მასთან ჩასულებს სასტიკ ძალადობაში მხილებული კაცი გასვენებაში დაგვხვდა. დმანისის პოლიცია საქმეზე არც ერთი მოძალადე პასუხისგებაში არ მიუცია. ჩემი ქმარი სახლში არაა, ახლა გასვენებაშია. პოლიცია იყო ჩვენთან მოსული, მაგრამ არ დაუკავებიათ. როგორც ვიცი, პრეტენზია არ აქვს ნაცემს და მორიგდნენ. ვიცი რაც მოხდა. ყარაბულახის ცენტრში მომხდარა რაღაც ინციდენტი და იქ უცემია. Orada centrdə saxlayıb soruşsa ölüyer var. მეცხვარე რატომ სცემეთ? Что говоришь, дядя? Не понял. გამეცით პასუხი კითხვაზე, რატომ სცემეთ მეცხვარე და პოლიციამ დაგიბარათ თუ არა, გამოკითხათ თუ არა? Я микс переагента შენ ცენტრ. პოლიცია მიცის? ო. მერე? რა უშლის ხელს გამოძიებას მოძალადეები მომხდარიდან 5 დღის შემდეგაც თავისუფლად გადაადგილდებიან. კითხვით, რატომ სარგებლობს ხელშეუხებლობის გარანტიით ფარიზ ალიევი და მისი გარემოცვა დმანისის პოლიციას მიმართეთ. მიმდინარეობს ამ ფაქტზე. დაკავებული არის ვინმე? ვერ გეტყვით. ეს ფარიზ ალიევი ვინ არის ხელშეუხებელი როა? ფარიზ ალიევი ვინ არის? პოლიციისთვის ესეთი წონიანი კადრია, ხელშეუხებელი როა? ვერ გეტყვით რაღაც.
დეტალებზე პრესს. არ დაუკავებია თქვენ თანამშრომლებს და დაგუწება მიმდინარეობს და დამნაშავე დაიჯება კანონის შესაბამისად. 5 დღე საკმარისი დრო არ არის? სასტიკად ნაცემი მეცხვარე ფიზიკურად ვერ გადაადგილდება. 59 წლის კაცი ტვინის შერყევით, მხრის და ნეკნების მოტეხილობით და სხეულის დაბეჟილობებით ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.